სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ უკვე თითქმის შუაზე მივედით 54 ნაწილში, რომელიც 2008 წლის 20 იანვარს იქნა ჩაწერილი. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პასუხი ნებისმიერ პროფესიას, როცა ირჩევს ადამიანი, მე მგონი გამოადგება ჯონ მაკარტურის ეს პასუხი. მე მახსოვს ეს კითხვა, იმიტომ რომ მეც ძალიან მაწუხებდა ეს საკითხი და მეც ძალიან მინდოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომ პიროვნებას აქვს სურვილი, მე მაქვს სურვილი პასტორი გამოვიდე, როგორ გავიგო რომ ეს ღვთისგან არის. ამას ვას ახალგაზრდა კრისი, რომელზეც ჯონ მაკარტური ძალიან კაი პასუხს ეძლევა. გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე მქვია კრისი, გამარჯობა კრის. ვიცი რომ თქვენი მსახურების დიდი ნაწილი და სიცოცხლეც კი მიუძღვენით მსახურებისთვის მამაკაცების მომზადებას. ფიქრობ, ჩემს მარცხნივ მდებარე შენობა ამის დასტურია, ლაპარაკია სემინარია გვერდზიარე ეკლესიის. ამიტომ მაქვს ორნაწილიანი კითხვა თქვენთვის. პირველ რიგში, რას ეტყოდით ახალგაზრდას, რომელიც სრული დროილით, ანუ მთლიან განაკვეთზე, ოცნებობს, რომ გახდეს ღვთისმსახური. და მას ეს ძალიან სურს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ეს ღვთისგან არის მოწოდება. მეორე, რა არის და რამოდენიმე მთავარი ხაფანგი ანუ საფრთხეები, რომელსაც იგივე ახალგაზრდამ უნდა მიაქციოს ყურადღება. რა თქმა უნდა, მაქვს ამაზე პასუხი და ფიქრობ, ვიცი, ვინ არის ის ახალგაზრდა. ერთ-ერთი ფილმიდან არის ზუსტად ესე დიალოგი, მესამე პირში რო ლაპარაკობენ ადამიანები და მიხდებიან, ხო? ეს ძალიან შესანიშნავი სურვილია კრის. მისმინე. შენც იმავე ადგილზე დგეხარ, სადაც მე ვიყავი და სადაც ნებისმიერი ადამიანი, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს. მე არასდროს გქონია ნათლისღება. ანგელოზი არასდროს გამოჩენილა, არასდროს გამიგა ხმა ზეციდან, როცა ჩემ ცხოვრებას უყურებდი და ვამბობდი, რა მინდა გავაკეთო. არანაირი ზებურენივი მოვლენა, არანაირი ზებურენივი ნიშანი მე არ მქონია. მე მხოლოდ ჩემი სურვილის დანახვა შემეძლო და ამაზე ვაკეთებდი ორიენტაციას. და მე ფიქრობ, რომ ეს იდეალურად ჯდება ახალი აღთქმის ნიმუშში. პირველი ტიმოთეს, მესამე თავი გახსოვთ როგორ იწყება? რას ეუნება პავლე ტიმოთეს. თუ ვინმეს სურს ეპისკოპოსის, ანუ ზედამხედველის თანამდებობა, ანუ პასტორის თანამდებობა, მას კეთილი შობილური საქმე სურსო. აქ ვარაუდო, რომ ეს არის ნორმალური გზა, რომლითაც ღმერთი მიუთითებს მოწოდებაზე სურვილის მეშვეობით. როდესაც ეს სურვილი აყვავდება, გაიფურჩქნება, გაძლიერდება, ეს უკვე მთლიანად იქცევა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნად, რომელსაც შენ მიყვები. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემ ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, რომ მე მქადაგებელი გავხდებოდი. შემდეგ მოვიდა დრო, როდესაც ვიმედოვნებდი, რომ მქადაგებელი გავხდებოდი. შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ მქადაგებელი გავხდებოდი. და შემდეგ მოდის ისეთი გრძნობა, რომ მე უკვე მივხვდი, რომ არაფერი სხვის გაკეთება არ შემეძლო, გარდა მქადაგებლისა და პასტორისა. ანუ კიდე უფრო დავწმუნდი მე ამაში. ასე რომ მე ვიცი, რომ ეს სურვილი თავიდან როცა იწყებს, ხო, შიგნით ჩაისახება, მერე იზრდება და ვითარდება. და რამაც ჩემში გაზარდა არა იმდენად თავად სახურების ბუნება, არამედ ჩემში გააჩინა ვნება წმინდა წერილისადმი. ეს არის ყველაზე მთავარი. რომ ჩემში იყო ძალიან დიდი სურვილი, რომ წმინდა წერილი შემესწავლა მე კარგად. როდესაც კოლეჯში დავდიოდი, ხლა არ ვაპირებ თუ მოგაწოდოთ უამრავი უსარგებლო ინფორმაცია ჩემი წარსულის შესახებ, მაგრამ მთელი ცხოვრება ვიღებდი მე რაღაცა ჩანაწერებს, რომლებიც სახში უნდა წამეღო ჩემ მშობლებთან, მასწავლებლებისაგან. თუ რამდენად ცუდად ვსწავლობდი მე სკოლაში. და ესეთი იყო ყოველთვის ხშირი, თქვენც ალბათ გაგიცდიათ. ჯონს შეუძლია უკეთესად გააკეთოს. და ჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, მე ვიცი რომ შეგიძლია უკეთესად ისწავლო. და სულ ეს ჩამესვოდა მე, რომ შენ იცი რომ შეგიძლია უკეთესად გააკეთო. და მე ყოველთვის ვცდილობდი მათ დარწმუნებას. მე ვაკეთებ მაქსიმუმს, ყველაფერს ვაკეთებ, ეს არის ყველაფერი ისი გაკეთება შემიძლია მეთქი. არა, შენ შეგიძლია უკეთესად ისწავლო, შენ შეგიძლია უკეთესად გააკეთო. ჯონი შეუძლია უკეთესად გააკეთოს ეს. საქმე იმაშია, რომ მე არ ვიყავი ტიპაჟი როგორც მეცნიერი, არ ვიყავი აკადემიური. მთელი საშუალო სკოლის განმავლობაში ასე იყო. და კოლეჯშიც არ დაუშვი, რომ ჩემ წიგნებს ხელი შეეშალა ჩემი განათლებისათვის. იმიტომ რომ კოლეჯში მე მთლიანად დაკავებული ვიყავი სტუდენტური ცხოვრებით.
ერთი ღონისძიებიდან მეორეზე დავდიოდი. სტუდენტურ ცხოვრებაში ვიყავი ჩართული, სპორტი, ყველა სპორტის სახეობაში. რა ვიცი, კოლეჯის დღეები, სულ სპორტს თამაშობდი. ყველანაირ აქტივობაში ვიყავი ჩართული. და როდესაც კოლეჯის წლები დასასრულს მიუახლოვდა, ფიქრობდი, რომ ეს მესამე მეოთხე კურსი იყო, უკვე ღვთის სიტყვამ სრულიად ახალი სიღრმეები შეიძინა ჩემთვის. მე დავწმუნდი, რომ ბიბლიის შესწავლის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. მე უნდა მცოდნოდა ეს წიგნი. და სხვათა შორის, ყოველთვის ეს მამოძრავებდა მე, მუდამ. აი თქვენ კი არა მსმენელები, არამედ სწორედ ეს მამოძრავებს ეხლაც. და სინამდვილეში ღვთის სიტყვის ქადაგებელი იმიტომ გავხდი, რომ მთელი ცხოვრება სხვა არაფრის კეთება არ მინდოდა, გარდა იმისა, რომ სურდა მისი შესწავლა და მისი დიდებული ჭეშმარიტებების მერე სხვებისათვის გაზიარება. ასე რომ ეს ჩემს გულში მუდმივად ვითარდებოდა ეტაპობრივად. მახსოვს, როდესაც სემინარიაში წავედი, გახსოვთ, დედაჩემი დავარწმუნა, რომ მაქსიმალური შედეგი მქონდა მიღწეული, C, B თუ ქულების მიხედვით და სემინარიაში დამოხვდი. მახსოვს, პირველად რომ ვაჩვენე პირველი სემესტრის ანგარიშები და ნიშნები რომ მიუტანო, ხო? მან უბრალოდ თქვა დედაჩემი და გაუხარდა. აჰა, ვიცოდი რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სიმართლეს შენ არ მეუნებოდი. რომ შენ შეგძლებიაო. სემინარის ჩაუბარდა და ძალიან კარგად ვისწავლე. თუ ამას ვერ ვართობდი კოლეჯში და საშუალო სკოლაში, აქ უკვე მე ძალიან, წარჩინები დავამთავრე ეს ყველაფერი. იმიტომ რომ იყო ერთი მამოძრავებელი მიზეზი და ვაკეთებდი იმას, რაც მე ნამდვილად მიყვარდა და რაც ჩემი ვნება იყო. მე იქ ვიყავი. ასე რომ, ამის სხვა კომპონენტების სურვილი, გულში მზარდი, ფეთქებადი სურვილი, რომელიც ყველაფერს გამორიცხავს, შემდეგ რა მოდის? შემდეგ მოდის დადასტურება იმ ადამიანებისაგან, ვინც შენს ირგვლივ არიან. ეს არის პროფესორ-მასწავლებლები. ასევე ირგვლივ შენი ოჯახის წევრები, ვინც ამას იცნობს ამ საკითხს, ხო? და დაგიდასტურებენ, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება, რომ სხვას გადასცე. ანუ გაქვს მასწავლებლის ნიჭი. მაგრამ თუ ვიღაცა იტყვის, იცი რა, შენ შეიძლება არ იყო მასწავლებლად მოწოდებული, მაგრამ არ ახარ ისეთი, რაც უნდა იყო. მაშინ ამასაც ყურადღება უნდა მიაქციო და ამაზეც უნდა იფიქრო. მარტო შენი სურვილი და შენი მონდომება არ არის საკმარისი. ამის დასტური სხვებმაც უნდა მოგცენ ირგვლივ. სადაც არის თქვენი ნიჭის დადასტურება, სადაც არის ეკლესიის ხელმძღვანელობა, თქვენ პიროვნებაზე, თქვენ ხასიათზე, სადაც თქვენი ნიჭი შეესაბამება ამ ყველაფერს. როგორც ეს ტიმოთეს შემთხვევაში იყო, გახსოვთ ხო? ტიმოთეს პავლე როგორ ახსენებს ყველაფერს მის წარსულს. მაგრამ მთელი ამ გზის განმავლობაში, რომელსაც თქვენ გადიხართ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის გარკვეული განცდა, სწორია რომ ვაკეთებ ამას. მართლა ეს უნდა გავაკეთო? ეს არის ჩემი საქმე? იმიტომ რომ არსებობს რაღაცა, რაც გაწუხებს, იცით? ხარ თუ არა ღირსი ამ საქმის. არსებობს ეს რეალობა. ხო? როგორ გავართმევ მე ამას თავს? ვიქნები თუ არა ბოლომდე ერთგული? არის ეს შიშები. თუ დიდი პასუხისმგებლობაა, ხო? ერთია რომ შენ იყო ქრისტიანი და შენი ცხოვრება ქრისტიანულად გაატარო და მეორე იყო მაგალითი და ეტალონი სხვებისთვის ცხოვრების ბოლომდე. მაგრამ უბრალოდ მე თუ გითხავთ ერთი დღე მეორეს მოძლევს და შენც ასე იზრდები ამ რწმენით, ამ დაჯერებულობით. მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ეს უდიდესი სიხარულია და ეს დღესაც კლავად ჩემ ცხოვრებაში დიდ სიხარულის მონგვრელია, რასაც მე ვაკეთებ. თანაც ეს მზარდი სიხარულია. ეს არ არის რომ მე მიხარო და ადრე და ეხლა აღარ მიხარია. არა, მე ყოველდღიურად მიხარია იმას, რასაც ვაკეთებ. იმიტომ მე ვხედავ ნაყოფებს. ამ სიხარულს ღმერთი აჩენს შენში. ასე რომ გარკვეული გაგები თავიდან, როგორც თქვენ თქვით, ეს სურვილია, რომელიც მე ნელ-ნელა იწყებს აყვავილებას, გაფურჩქნას, ვითარდება და მკიცდება. და საბოლოოდ თქვენ სხვას ვერაფერს ვეღარ გააკეთებთ. ეს იწყებს თქვენი გულის სრულიად დაპყრობას. შემდეგ უნდა შეხედოთ თქვენს ნიჭს, რეაქციას ირგვლივ ხალხისაგან, თქვენს გარშემო ყოფი სულიერი ლიდერები დაგიდასტურებენ ამას და გვერდზე გადადეთ თქვენი რაღაცა თუ გაქვთ რაღაცა შეცდომები ან სულიერი დაცემა, რადგან ერთადერთი ადამიანები, რომელთა გამოყენებაც
უფალმა შეძლო ისტორიულად და შეუძლია. ეს არის ზუსტად ის გატეხილი ჭურჭლები, რომლებსაც ის ამთელებს. და სულ ეს არის ამასთან დაკავშირებით. კარგით? და როდესაც საქმე ამას ეხება, მე ახალგაზრდებს მუდმივად ვეუბნები. ყველა მსახურება საბოლოოდ უბრუნდება ამ წიგნს, ამ წმინდა წერილს, ბიბლიას. და ყველაფერი ამ წიგნით არის, ამ წიგნზეა დაფუძნებული. ასე რომ, როდესაც გსურთ თქვენ ტრეინინგის მიღება, სწავლების მიღება, ვარჯიშის, სულიერი, განსწავლის, მიიღეთ ყველა ინსტრუმენტი, ყველა საჭირო საშუალებები, რომ ეს წიგნი კარგად შეისწავლოთ. და იცით ხო, რასაც გულისხმობ ამაში. ჭირდება ამაც გარკვეული განათლება, რომ წარსდგეთ მსმენელების წინაშე. და შემდეგ კი როცა ამ საბუცველს მიიღებთ, ახლა შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სფერო თქვენი მოღვაწეობის. გსურთ სწავლება და უნივერსიტეტში ყოფნა თუ სემინარიაში გაგრძელება. ეკლესიის მოძღვარი გახდეთ თუ მისიონარი გახდეთ. მაგრამ დღის ბოლოს ყველა მსახურება ღვთაებრივი ჭეშმარიტების გავრცელებაა. იცით ხო, ამაზე დადის ყველაფერი, რაც უფალმა მოგვიწოდა. წადით და უქადაგეთ. და ის არის ის, რაც უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს გესმით. და თუ საკმარისად ახალგაზრდა ხართ, თუ ჯერ კიდევ გაქვთ ეჭვი, რომ ეს ისაა, რაც უნდა გააკეთო და გულწრფელად შემიძლია თქვა, რომ როდესაც მე სემინარიაში წავედი, მე წარმოდგენა არ ქონდა, თუ რას ბოლოს რა ვიქნებოდი, რა გამოვიდოდი. უბრალოდ მე მინდა ღვთისმსიტყვის შესწავლა და ეს ძალიან მომეწონა. და მგონია მესამე კურსამდე არც კი ვიცოდი, მე საწავიდოდი და რაც გავაკეთებდი. მე ფიქრობ, რომ თქვენ აქედან შეგიძლიათ ამოსავალი წერტილი რაღაცა დაიწყოთ და თუ უფალი გააგრძელებს ამ სულრის გაღვივებას, ააყვავებს, აღმოაჩინოთ, რომ თქვენ უკვე სწორ ადგილზე ხართ. მე ვარაუდობ, ეს თუ თქვენ უკვე გატაცებაა და თქვენ გულში ესეა დანთებული, ეს უფალს ჩაუნერგია თქვენს გულში. კარგით? მადლობა მოსმენისათვის.